ლონდონის შემდეგ ახლა უკვე ნიუ-იორკსაც მუსლიმი მერი ხავს პირველი თაობის ემიგრანტების ოჯახიდან 34 წლის ზოჰრან მამდანი, რომელზეც ჯერ კიდევ 1 წლის წინ ამერიკაში ბევრმა თითქმის არაფერი იცოდა, დღეს ნიუ-იორკის მერი და ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურაა. მამდანი თავს დემოკრატ სოციალისტად მიიჩნევს, ამ მომრჩევლებს ცხოვრების ხარჯების და ბინის ქირის შემცირებას პირდება, რამაც მას პოპულარობა და ნიუ-იორკელების განსაკუთრებული მხარდაჭერაც მოუტანა. განსაკუთრებით ახალგაზრდების მის პოპულისტურ დაპირებებს ოპონენტების მკაცრი კრიტიკა მალევე მოჰყვა განსაკუთრებით რესპუბლიკელებში. ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსი დონალდ ტრამპია, რომელიც მამდანს პატარა კომუნისტს უწოდებს. ინდური ფესვები, აფრიკული ბავშვობა და ამერიკული ახალგაზრდობა. რას პირდება ახალი მერი ნიუ-იორკელებს? ნათია ჩეხერიასთან ვაგრძელებთ ამ თემაზე. საუბარს ნათია საღამომშვიდობისა. პირველ რიგში გვითხარი, ვინ არის ზოჰრან მამდანი, როგორ დაიწყო მისი პოლიტიკური გზა საერთოდ და რა გარემოებებმა აქცია ის მეგაპოლისის პირველ მუსლიმ მერად, როგორც უკვე აღვნიშნეთ. 1 წლის წინ ზოჰრან მამდანს როგორც პოლიტიკოს ჩვენ არ ვიცნობთ, თუმცა ახლა ის არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქის და ფინანსური მეგაპოლისის მერი, როგორ მოახერხა მან ეს. დავიწყოთ იმით, რომ ის არის ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი და წარმოშობით უგანდელი მერი. ნიუ-იორკის მოსახლეობის დაახლოებით 38%-ის მსგავსად, მისი ოჯახი არის პირველი თაობის ემიგრანტი, 7 წლის იყო, როდესაც უგანდიდან ნიუ-იორკში ჩავიდნენ საცხოვრებლად. დედამისი არის ცნობილი კინორეჟისორი, მამამისი კი პროფესორი. მამდანი თავის თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს და მიიჩნევს, თუმცა ეს მისი ოპონენტებისთვის და დონალდ ტრამპისთვის ითარგმნება როგორც კომუნისტი. ასეც ეძახის დონალდ ტრამპი მას პატარა კომუნისტს. ტრამპმა ისიც კითხვა, რომ თუ ზოჰრანი არჩევნებში გაიმარჯვებდა, შეწყებდა ნიუ-იორკის დაფინანსებას, ფედერალურ დაფინანსებას. ამასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი არ ვიცით, თუმცა ზოჰრანმა ნამდვილად გაიმარჯვა და ახლა ყველა საუბრობს აი ამ გამარჯვების ფორმულაზე. მას აქტიურად უჭერდა მხარს ჯორჯ სოროსის შვილი, ალექს სოროსი, რომელიც მისი მეგობარია. სოროსი ცნობილია როგორც დამფინანსებელი აქტიური მემარცხენე პოლიტიკოსების და მან თქვა, რომ მხარი ნამდვილად დაუჭირა მას და ხმა მისცა არჩევნებზე. ნათია, ანალიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ 34 წლის მერობის კანდიდატის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა სოციალურ ქსელში მისმა წარმატებულმა კამპანიამ. მათ შორის TikTok-ზე, სადაც საკმაოდ აქტიურია. კი, ძალიან აქტიური. ზოჰრანის გამარჯვების ფორმულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო TikTok-ი. პირველი ვიდეო, რომელიც მან ჩაწერა და ატვირთვა, ძალიან პოპულარული გახდა. ის ამ ვიდეოში ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობს, ესეთი მსუბუქი ჰიპ-ჰოპის მუსიკის ფონზე და საუბრობს გაჭირვებაზე და იმაზე თუ როგორი ძვირიჭდება ნიუ-იორკში ცხოვრება. ამ ვიდეოების ესეთი ხასიათია, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის თავის მეგობრებს ესაუბრება და მეგობრებს ესაუბრება გასაჭირზე. ნიუ-იორკელების ყველაზე დიდი წუხილი არის მაღალი გადასახადები. ამბობს, რომ ეს პრობლემები მასაც აწუხებს, იმიტომ რომ თვითონ არ ყავს მანქანა, ასევე არ აქვს ბინა, შესაბამისად ის ქირას იხდის ნიუ-იორკში და მამდანი, რომელიც თვითონ არის ქირის გადამხდელი, პირდება თავის ამომრჩეველს, რომ ქალაქის მიერ სუბსიდირებული ქირის გაყინვას აპირებს 4 წლის განმავლობაში. სავარაუდოდ ეს შეეხება 2 მილიონ ნიუ-იორკელს. ის ასევე პირდება მოსახლეობას უფასო მგზავრობას ავტობუსით, ასევე ბავშვზე ზრუნვის უფასო პროგრამას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი მისი აზრით უნდა დაფინანსდეს მდიდრებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესებით. რა თქმა უნდა, ეს დაპირებები არის მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს დაახლოებით ამ პრინციპით. კი, ასეც არის ცნობილი, როგორც თანამედროვე რობინ ჰუდი და მისი დაპირებები არის პოპულისტური, რა თქმა უნდა და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მას აკრიტიკებენ როგორც ოპონენტები, ანუ რესპუბლიკელები, ასევე მისი დემოკრატებიც. თუმცა მხარდაჭერა აქვს რიგითი მოქალაქეების. კი ბატონო, მხარდაჭერა აქვს, რომ მან გაიმარჯვა. და ნათია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის ამ დაპირებებს, სადაო არის მისი დაპირებებიც, უნდა აღვნიშნოთ ესეც, ვინაიდან აი ეს რაზეც საუბრობდი, საბინაო პოლიტიკა, სუბსიდირებული ქირის გაყინვის ინიციატივა, რატომ უყურებენ ამ საკითხს სკეპტიკურად რესპუბლიკელები და არა მხოლოდ ისინი, უნდა ვთქვათ ესეც, და ეს არ არის საერთოდ ერთადერთი რამ, რის შესახებაც ოპონენტები მას აკრიტიკებენ, თავად დონალდ ტრამპიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მას კომუნისტს ეძახის, საიდან მოდის ეს კრიტიკა და მთავარი საბაბი რა არის? დონალდ ტრამპი თავის მშობლიურ მხარეში ქალაქში ჩატარებულ არჩევნებს ძალიან მალე გამოეხმაურა და თქვა, რომ რესპუბლიკელების დამარცხების 2 მიზეზი არსებობს. ეს პირველი არის მთავრობის შატდაუნი და მეორე ის, რომ ამ ბიულეტენებში დონალდ ტრამპი არ იყო თვითონ წარმოდგენილი.
თუ გსურთ ნახოთ, რა სურთ კონგრესის დემოკრატებს ამერიკისთვის, უბრალოდ შეხედეთ გუშინელი არჩევნების შედეგებს ნიუ-იორკში, სადაც მათმა პარტიამ კომუნისტი დანიშნა ქვეყნის უდიდესი ქალაქის მერად. გახსოვთ, მე ვთქვი, რომ ჩვენს ქვეყანაში არასდროს გვეყოლებოდა სოციალისტი არც ერთ თანამდებობაზე. ამას ვამბობდი და მართალიც ვიყავი. ჩვენ გამოვტოვეთ სოციალისტები და კომუნისტი დავნიშნეთ. ეს არც ისე კარგად გამოვიდა. გუშინელი შედეგების შემდეგ ყველა ამერიკელის წინაშე არსებული არჩევანი ძალიან ნათელია. ჩვენ გვაქვს არჩევანი კომუნიზმსა და საღაზრს შორის. თუ 1000 წლით უკან გაიხედავთ, ამან არ იმუშავა. რომ ემუშავა, ჩვენ მას გამოვიყენებდით. ვიდრე მე თეთრ სახლში ვარ, შეერთებული შტატები არც ერთ შემთხვევაში არ გადაიქცევა კომუნისტურად. ჩვენ შევაჩერებთ ამ სისულელეს. ტრამპის მუქარას აღვიქვამ ისე როგორც ეს არის. მუქარას ხშირად მის სიტყვებს როგორც კანონს ისე აღვიქვამთ, მაგრამ ეს ესე არ არის. ტრამპის სიტყვა არ არის კანონი. დროა რომ დაუპირისპირდეთ იმ ჩაგვრელებს, რომლებიც მსგავს მუქარას ახმოვანებენ, იმისათვის რომ ჩვენც არ ვიქცეთ მჩაგვრელებად. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ საუკეთესო გზა ტრამპისთვის პასუხის გასაცემად არის შეწინააღმდეგება. საინტერესოა რომ მამდანს ბევრი კრიტიკოსი ყავს არა მხოლოდ რესპუბლიკელებში, მას ოპონენტებში, არამედ თვითონ დემოკრატებში და დემოკრატებს არ მოსწონთ მისი პოპულისტური დაპირებები და თვლიან რომ ეს არ არის რეალური. რეალურია ეს დაპირებები თუ არ არის რეალური, ძალიან მალე გავიგებთ, რადგან ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის მერის თანამდებობას დაიკავებს 1 იანვარს. მადლობა ნათია, ნახოთ როგორ იქნება მისი რამდენიმე წელი მერობის პოსტზე და შეასრულებს თორე იმ დაპირებებს, რომელიც წინასაარჩევნოდ გასცა. ეს ნათია ჩეხერია იყო, მადლობა მას.